რეჟიმის ლიდერები და ძალადობის გამო სანქცირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები პოლიციის დღეს აღნიშნავენ. ეს მათი პირველი შეკრებაა მოქალაქეებზე უპრეცედენტო ძალადობის და სისტემური წამების ტალღის შემდეგ. ღონისძიებაზე გამოჩნდა ზვიად ხარაზიშვილიც, რომელმაც თანამდებობიდან წასვლა არ გამორიცხა. ნუცა ბახუტაშვილი აგრძელებს საუბარს დეტალებით ფორმულას პირდაპირ ეთერში. დიახ ლუკა, სასტიკად დარბეული აქციების ასობით ნაცემი და ნაწამები მოქალაქისა და ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის შემდეგ ქართულმა პოლიციამ დღეს პოლიციის დღე აღნიშნა. დღევანდელი ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. აქ იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სანქცირებული მაღალჩინოსნები, მათ შორის გედედეს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, ასევე სხვა მაღალჩინოსნები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლებიც, ეგრეთ წოდებული დეპუტატები, ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა დამსწრე საზოგადოებას ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც. ძირითადად მათი სათქმელი ტრიბუნიდან იყო მადლობა იმ პოლიციელებისათვის, რომლებიც ემორჩილებოდნენ მათ მოთხოვნებს და ასრულებდნენ მათ დავალებებს. დღეს ასევე გელა გელაძემ შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა პირველად მიმართა მინისტრის რანგში საკუთარ თანამშრომლებს. დღევანდელ ღონისძიებას ყოფილი მინისტრი ვახო გომელაურიც ესწრებოდა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ შეცვალა სწორედ გელაძემ. ტრიბუნაზე გამოჩნდა ახალი ეგრეთ წოდებული მინისტრიც. ის იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა მისი და პოლიციელების იქნება შეთანხმებული და სამშობლოს ფარად გააგრძელებენ ისევ მუშაობას, როგორც ეს თავის სიტყვით გამოსვლაში ახალმა ეგრეთ წოდებულმა მინისტრმა გელა გელაძემ აღნიშნა. მშვიდობა, წესრიგის დაცვა და სტაბილურობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ჩვენი სახელმწიფოსთვის. სწორედ ამაზე დგას ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და სოციალური კეთილდღეობა. ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ მიზანში ამოღებული წესრიგისა და სტაბილურობის შესაბამისად ჩვენი სახელმწიფოებრიობის შერყევა. დარწმუნებული ვარ თქვენი დაუღალავი შრომითა და თავდადებით. მსგავსი მცდელობები მომავალში ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე. დღეს ქართული პოლიცია არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მუშაობს, რაც ბოლო პერიოდის მოვლენებისას კიდევ ერთხელ კაფიოდ დადასტურდა. გასული 4 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიციამ საქართველოს სუვერენიტეტის, ხელყოფისა და ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ძალზე მასშტაბური ძალადობის მოგერიებას არც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დაუტოვებია. უკანასკნელ პერიოდში თქვენ მოგიწიათ განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა, მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენა, რათა დაგეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხო გარემო. შიდა თუ გარე რადიკალური ჯგუფები ცდილობდნენ, რომ ძალადობრივი დემონსტრაციები წესად და ნორმად ექციათ, თუმცა ამის საშუალება მათ არ მიეცათ. თქვენ კვლავ დაამტკიცეთ, რომ ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი შეურაცხყოფისა და ფიზიკური თავდასხმების ფონზე მაქსიმალური მოთმინებით დაკისრებული მოვალეობების საუკეთესოდ შეასრულეთ და პროცესებით სათანადოდ მართეთ. დღევანდელ ღონისძიებაზე განცხადება გააკეთა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც. ჩვენ კითხვა დავუსვით გუშინდელ საპოლიციო მობილიზებასთან და ოპოზიციონერი ლიდერის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. კობახიძე მელიას დაკავების ფორმებს გამართლებულად მიიჩნევს. ის ამბობს, რომ ვინც კანონს დაარღვევს, ყველა შესაბამისად დაისჯება, თუმცა კითხვებზე თუ რატომ გამოუგონეს ადმინისტრაციული ბრალდება ნიკა მელიას და ამის ფონზე რატომ გაიტაცეს ის ქუჩიდან, პასუხობს, რომ ადამიანი, რომელიც არ იხდის ჯარიმას, მას აუცილებლად დაეკისრება შესაბამისი უფრო მძიმე სანქციები სასამართლოს მხრიდან. ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს ნამდვილად. რა ვიცი, რაზე აქვს მას პრეტენზიები, მაგრამ ეს არ არის ის ტერმინი, რომელთაც მან შეიძლება ესაუბროს. ის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით. რავის ეს არაფერში არ აინტერესებდა, მით უმეტეს, რომ მას მოგვიანებით მოუწია წინასწარი პატიმრობის შეფარდებაც, ხო? კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე. მან პატივი არსა საქართველოს პარლამენტს, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და ახსოვდა კანონი მის მიმართ. ყველამ უნდა დაიმახსოვროს
რომ კანონის პოტენციალობა დაიშება, რა თქმა უნდა, შესაბამისი წესით. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. დღევანდელ ღონისძიებას გედედეს უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარებაც ესწრებოდა. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან ერთი განცხადებით ვახტანგ გომელაური გადადგა და ის გელა გელაძემ ჩაანაცვლა, არ წყდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ თავის თანამდებობას დატოვებდა ზვიად ხარაზიშვილიც. მედიამ მოახერხა ზვიად ხარაზიშვილისთვის დღეს ამ კითხვის დასმა. ის პასუხობს, რომ ჯერჯერობით რჩება თავის თანამდებობაზე და პოსტზე, თუმცა გამორიცხული არაფერი არის. არანაირი სურვილი არ მაქვს ახლა ამ ჩაწერების და მიმოწერების. გავრცელებული ინფორმაციაზე რა სიტყვით, რომ შესაძლოა თქვენ დატოვოთ თქვენი თანამდებობა? ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ახლა ახლა განიხილავთ? არაფერი. არ განიხილავთ ამას? არის სწორია ეს ინფორმაცია? არის სწორია? ანუ შესაძლოა უახლოეს პერიოდში თქვენ არ იყოთ თანამდებობიდან წასული? შესაძლებელი არის ყველაფერი. რადგან პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 2 საათსაც არ გაგრძელდა. ღონისძიება ოფიციალურად უკვე დასრულებული არის. ადგილი დატოვეს როგორც ქართული ოცნების სანქცირებულმა მაღალჩინოსნებმა, ასევე სანქცირებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. დღევანდელი ღონისძიება ამით დასრულებული არის. მედიასთან კომენტარი გარდა ტრიბუნაზე გამოსვლისა არ გაუკეთებია შინაგან საქმეთა ახალ ეგრეთ წოდებულ მინისტრ გელა გელაძეს, რომელმაც აღნიშნული პოსტი სულ რამდენიმე დღის წინ დაიკავა და გუშინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიკა მელიას დაკავებისას განსაკუთრებული საპოლიციო მობილიზაცია გამოაცხადა.